სხვადასხვა სახის სოციალური დახმარების მოთხოვნით თელავის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოს ყოველდღიურად რამდენიმე ათეული მოქალაქე აკითხავს. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ზურაბ გუცხრიკიძის განცხადებით, როგორც არჩევნებამდე, ასევე არჩევნების შემდეგ ადგილობრივი ხელისუფლების სხვადასხვა სამსახურების მიმართულებით შესული მოქალაქეების განცხადებები აქტიურად განიხილება. ნახეთ თამარ მოდებაძის სიუჟეტი. საარჩევნო ციებ-ცხელების შემდეგ თელავში ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა და ქაოსური პოლიტიკური აქტივობების მიღმა მოქალაქეთა ცხოვრების წესიც უცვლელი დარჩა. სხვადასხვა სოციალური პრობლემის გადაჭრის მოთხოვნით, როგორც არჩევნებამდე 1 ოქტომბრის შემდეგაც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს ყოველდღიურად რამდენიმე ათეული მოქალაქე აკითხავს. მათი ერთი ნაწილის თქმით, უამრავი მოთხოვნის მიუხედავად ადგილობრივი თვითმმართველობიდან დახმარება დღემდე არ მიუღიათ და ადგილობრივი მთავრობის მხრიდან რეაგირებას დღემდე ელიან. დახმარება სუსები გათხრილიყო და არავინ არ შემიგდა, შეიძლება თუ არა. ადარ ვერავი. ვინ არის პატრონი? თხილი ამბავია ყველა. მიმართავს, განაერთხელ დაუდე. მიმართი ჭერის ამბავზე, ჭერია. წყალი გაზი დაზიანებულია ყველა. ერთად ახსე დამიფარეს დანარჩენი სულ გამიფარეს. და მიმართი ერთი აჩვე. დავწერე კიდე განცხადება, გუშინაც ვიყავი მაგ საკითხზე, რომ რა იქნება, რომ ზამთარი თანხა არ გვაქვს. და ვერაფრით ვერ დაგეხმარებით ჯერ. არჩევნების წინა პერიოდში 90 დღეა თითქმის ჩემი განცხადება და სამინისტროში. ჩამოვიდნენ საბუთებით შეადგინეს ყველაფერიც, მაგრამ დღემდე იქიდან პასუხი არ არის, როცა არ არის პასუხი და რეალურად ძალიან რთული საცხოვრებელი პირობებია. დაპირება არის რეალურად საცხოვრებელი ფართი და დღემდე გაჩერებული და უკვე ზამთარი მოვიდა და მიჭირს ცხოვრება ძალიან ჩემს შვილებთან ერთად ბავშვებთან და ძალიან ჭირს. ახლა უნდა მივიტანო ეს შეშის მოტანასთან დაკავშირებით. არ დამჭირებია, მიაწევგება არც რაიკომი და არც მილიცია და არაფერი არ დამჭირებია. კარბურბალა რო იყო ფანჯრები ჩამოსულდა, ჭერი დაზიანდა, ჭერი გადახურეს, მაგრამ ამჟამად ფანჯრებია ჩამოცვილი, ის საკუჭნაოც ისევ ისია. უნდა ვთხოვო, რომ იქნებ ფანჯრები და ის კარები მაქვს ჩამოვარდნილი. ღიაში ვარ, კარები მაქვს. ოთახის კარებზე აღარ ვლაპარაკობ, აი უკვე პადიესტის კარებია მთლიანად ჩამოვარდნილი და ოთახის კარებში კიდე პირსახოცი მაქვს მიფარებული და დედამ დები არ მიწევს კიდე. სიგარების ზღვას მიღმავდა, ახლა მაინტერესებდა რაღაც დახმარება, როგორ მინდა ტომოგრაფია უნდა გადაიღო კომპიუტერები და რა პირობებია, განცხადება შემოიტანო და მოიტანა ხვალ შემოიტანა განცხადებას და ამოყარებიან ალბათ. მოქალაქეთა განცხადებების მიღებას და მათ კონსულტაციას გამგეობაში მოქალაქეთა მომსახურების ბიურო აწარმოებს, რომელიც აღნიშნულ განცხადებებს შესაბამის კომისიებს აწვდის. სამსახურის ხელმძღვანელი ლელა ბაღათრიშვილი ამბობს, რომ ბოლო ერთი თვის მანძილზე მათ სამსახურში 200-მდე განცხადება შევიდა, რომელიც შესაბამის ორგანოებში განიხილება. მოქალაქეთა მომსახურების ბიურო ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. აქ მიმდინარეობს როგორც კონსულტაცია, ასევე განცხადებების მიღება, გადამისამართება შესაბამის ორგანოებში. რაც შეეხება ინტენსივობას, განცხადებების ნამდვილად არ უკლია, ჩვეულებრივ მიდის ისევ განცხადებების შემოსვლა. და რაც შეეხება დაკმაყოფილებას, დაკმაყოფილებით შესაბამის სამსახურების მიერ განიხილება და შემდეგ გადაწყვეტილება უკვე ისევ დაბლად ჩამოდის და აქედან იღებენ მოქალაქეები პასუხს განცხადების რეაგირების შესახებ. დაკმაყოფილება ეს სტატისტიკურად ციფრებით ვერ გეტყვით, მაგრამ შეძლების დაგვარად ვადებში ვახერხებთ იმას, რომ განცხადებები განხილული იყოს და დაკმაყოფილდეს. არის საკითხები, რომელსაც კომისიური წესით განხილვა სჭირდება და შეიძლება დროში გაიძულოს, მაგრამ მოქალაქეს ეს აუცილებლად ეცნობება შუალედურად, რა ეტაპზეა მისი განცხადება განხილვის. არჩევნების შემდეგ არაფერი შეცვლილა ადგილობრივი საკრებულოს მუშაობაშიც. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ზურაბ გუცხრიკიძის თქმით, აქ ყოველწლიური ცვლილებების გარდა, რომელიც დამატებით შემოსავლებს, გაუთვალისწინებელ ხარჯებს და დარჩენილ ეკონომიებს ითვალისწინებს, არ განხორციელებულა. მისი თქმით, მუნიციპალიტეტში 9 სოციალური პროგრამა მუშაობს, თუმცა გარკვეულ პროგრამებში თანხები ამოწურულია. გუცხრიკიძის განცხადებით, კომიტეტებში მომავალი წლის ბიუჯეტისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. ისეთ რა პროგრამა მუშაობს, სოციალური პროგრამა ამგვარებაში
შესაბამისად ბიუჯეტი გაწერილი იყო მთელი წლის განმავლობაში, მაგრამ წლის ბოლოს როგორც წესი, როგორც ხდება ხოლმე, თანხები იწურება ბიუჯეტის. ხოლო საკითხი დგება უკვე მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვაზე. შესაძლებელია რაღაც პროგრამებში, გარკვეულ პროგრამებში არის ამოწურული ეს თანხები. მომავალი წლის ბიუჯეტისათვის უკვე კომიტეტებში არის დაწყებული მუშაობა, პირველი მოსამზადებელი სამუშაოები. კონკრეტულად ციფრობრივად გაივლია რა რაოდენობის თანხა ჭირდება წლის განმავლობაში ამა თუ იმ აიპის. ამის მიხედვით იქნება ბიუჯეტის პროექტი წარმოდგენილი. მე იმედი მაქვს, რომ საზოგადოების ჩართულობა იქნება გაცილებით დიდი და აქტიური იქნება საზოგადოება ამ ბიუჯეტის განხილვის პროცესში. თელავის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოების ინფორმაციით მომავალი წლიდან კონსტიტუციაში ცვლილებები შევა, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ფუნქციებს გაზრდის.